თბილისში შეიარაღებული გადატრიალება მზადდებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ახალ მასალას ავრცელებს. ამასთან დაკავშირებით უწყებაში საგანგებო ბრიფინგი იწყება, რომელსაც ჩვენ პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. გუშინ ჩვენ გავავრცელებთ ვიდეო მასალას, სადაც შემოგთავაზებთ კადრები, თუ როგორ განიხილავდა აქციის ორგანიზატორთა ერთი ნაწილი ძალადობის გამოყენებას პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. მინდა მოგახსენოთ, რომ ჯერჯერობით ამ ბრალდებით დაკავებული ჩვენ არავინ არ გვყავს, მაგრამ გამოძიება გრძელდება. დღეს წარმოგიდგენთ მტკიცებულებების კიდევ ერთ მცირე ნაწილს, რომელიც ადასტურებს ამგვარი განზრახვის არსებობას. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახალი მტკიცებულებები წარმოადგინა. შოთა უტიაშვილმა განაცხადა, რომ იმასთან დაკავშირებით, რომ მზადდებოდა შეიარაღებული გადატრიალება, ჯერჯერობით არავინ დაკავებული არ არის, თუმცა ახალი მასალები შინაგან სამინისტროს ხელთ აქვს და თქვენ ამ კადრებს ახლა ეთერში ხედავთ. მასალას გაეცნო ჩვენი კორესპონდენტი ნათია ტრაბაიძე, რომელიც ცოტა ხანში ეთერში ჩაგვერთვება. მე კი გეტყვით, რომ აქ ასახულია ამ კადრებში ჩანს ვახშამი, სადაც ბადრი ბიწაძე თავის მეგობრებთან ერთად საუბრობს იმაზე, თუ როგორ უნდა განვითარებულიყო მოვლენები თბილისში აქციების შემდგომ. და ახლა ჩვენ პირდაპირ ეთერში ნათია ტრაბაიძე ჩაგვერთვება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცოტა ხნის წინ გაავრცელა რამდენიმე ნაწილიანი ოპერატიული მასალა. პირველი ნაწილი ეს არის ბადრი ბიწაძის ვახშამი რესტორან ზღაპარში, რომელსაც ესწრება გადამდგარი გენერალი, მისივე მეგობარი გია უჩავა და ამ თათბირზე მაყურებელიც მოისმენს ახლა ისინი გეგმავენ, რამდენი ადამიანი იქნებოდა საპროტესტო აქციებზე და როგორ განვითარდებოდა იქ მოვლენები. ჩვენი ძალა არის ჩვენ ყავს ამას ამთავარი ყავს ორგანიზებული ეს შეფიცულები ხო ამას შეიძლება კიდევ გარკვეული სხვა ორგანიზებული ჯგუფები დაემატოს. ჩვენ ზურგს იმაგრებს ის, რომ ჩვენ ზურგს უკან არის კიდევ ხალხის უსმიქნება მასა. ესე იგი, მე ვიცით, რომ ელემენტარულად ეს არის უზარმაზარებულა. ხალხის მასა თუ არის, ესე იგი, ხალხის მასას თუ თავში უდგას ეს ორგანიზებული ავანგარდი, მასა იქცევა საშინელ ძალად. სიხარულზე რომელიც ბათუმში უხელვანელებს აი ამ სიტუაციას ფაქტობრივად. ეს კი მაგრამ ასო იქ ძილი თბილისი იქნება, შეიძლება იქ უფრო გავდა, იქ შეიძლება კიდევ არის 120 კაცი. 130 კაცი არის. ამიტომ ჩვენ ყველა ვიქნებოდ მიცემული დღეს არ მოგეწევს მაგას ახლა გეტყვით ინა დღეს რა გაკეთეთ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ რეალური ვინ არის ეს მებრძოლი ხალხი. თუ ვიცოდეთ 500 კაცი არ არის 500 კაცი იმ 50 კაცი ყავს. უბრალოდ იქნება მაგრამ მაინც შეიძლება ერთად საკითხი გაკეთება. ჩვენ ვახ სადაც ელა ვია მაგასო რომ აგროვო ლაპარაკ ეს 500 კაცი. ეს 500 ნაუმარი ვიცი რომელსაც მარნა იცის რა არის. ორგანიზებული გამოცდილი ორგანიზებული რომელსაც გამაგრებული ზურგი ხალხის
საქმეთა სამინისტრომ ასევე გავრცელა სახალხო კრების და შეფიცულთა რაზმების ლიდერების და წევრების თათბირების ფარული ჩანაწერები. ეს არის 4 აპრილს და 19 მაისს გამართული შეკრებები, სადაც ისინი მსჯელობენ უშუალოდ იმაზე, თუ რა შეიარაღება ექნებოდათ მათ. დღესვე გავრცელდა გადამდგარი გენერლის ბადრი ბიწაძის მეგობრისა და შეფიცულთა რაზმის ერთ-ერთი დამფუძნებლის და ლიდერის გია უჩავას აღიარებითი ჩვენება, სადაც ის კონკრეტულად მათი გეგმის დეტალებზე საუბრობს. ეს თვეში მივიღეთ მონაცემები რაიონული ორგანიზაციები და შეფიცულის რაოდენობისთან დაკავშირებით, რომელიც შეადგენდა 3592 კაცს. ფაქტიურად ჩამოყალიბდა ნახევრად გასამხედროებული ორგანიზაცია, რომლის შეიარაღებაში შედიოდა ფარები და დროშის სტარები. დროშის სტარები გამოიყენებოდა როგორც ხელკეტები. უკვე შემდგომ პერიოდში ჟღერდება ბადრი ბიწაძისგან, რომ კარგი იქნებოდა გაკეთებული იყო რაგატკები, რომლის სასრულად გამოყენებული იყო რკინის ბურთულები. და რკინის ბურთულს შეეძლო ძალიან მძიმე დაზიანება მიეყენებინა ადამიანის ხვისათვის და აგრეთვე ზოგ შემთხვევაში შეიძლება ადამიანი დაღუპულიყო კიდევაც. და უკვე აქციის წინა დღეებში ჟღერდება მოლოტოვის კოქტეილის შექმნაზე. აქტიურად უკვე მაგდროსვე წამოიჭრა საკითხი, რომ საჭირო შემთხვევაში გამომხდარიყო შეჭრა ტელევიზიაში დასაკრებულოს ტერიტორიაზე და ეს სადაც აქ იქნებოდა გამოყენებული მოლოტოვის კოქტეილები, მანქანებისა და ტექნიკის დასაცავად სამართალდამცავი ორგანოები როგორც ამოვიდოდნენ ამ დანაშაულის აღსაკვეთად. უკვე აქციის მიმდინარეობის დროს იკვეთება, რომ იქ მოქმედებს სხვადასხვა ჯგუფები, რომელსაც აქვთ მაგალითად ახალგაზრდა ჯგუფს დავალება, რომ გაეძარცვათ მაღაზიები და დაეწყოთ მანქანები. აქვე მოდის ინფორმაცია, რომ აქციის გარეთ არის შეიარაღებული დაჯგუფება, შეიარაღებული ცეცხლსასროლი იარაღით, რომელიც საშუალების შემთხვევაში შემოვა აქციის ტერიტორიაზე და ცეცხლს გაუხსნის სამართალდამცავ ორგანოებს. ფაქტიურად უკვე 21 ღამიდან ყველაფერს ხელმძღვანელობს უკვე თავის ხელში იღებს ბადრი ბიწაძის ხელმძღვანელობას აქციის ტერიტორიაზე. დღევანდელ ბრიფინგზეც ითქვა, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება და არ არის გამორიცხული მომდევნო დღეებში შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვა მასალებიც გავრცელოს.